ვაგრძელებთ ხრახმულიანი იარაღების მიმოხილვას, ეს არის ნაწილი 2, პირველი ნაწილი უკვე არის არხზე განთავსებული და რამდენიმე დღეში იქნება გამოქვეყნებული მესამე ნაწილიც. თავიდან ეს ვიდეო ფაილი გამოვიდა 3 საათიანი, საკმაოდ დიდი იყო, ძნელი იქნებოდა ერთ ჯერზე საყურებლად, ასე რომ მომიწია ესე 3 ნაწილად დაყოფა. აქვე შეგახსენებთ, რომ მე არ ვარ პროფესიონალი ვიდეო მიმოხილველი, ასე რომ შეიძლება კინესაუბარში კინოტექნიკურ დეტალებში რაღაც შეცდომები გამიპაროს, წინასწარ ბოდიშს ვიხდით, თუ რაღაც ასეთი მოხდება, მაგრამ აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, პლუს ნახულობთ რაღაც ახალ ინფორმაციას გამოფენაზე, რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის. კიდევ ერთხელ, მე სუპერ-პუპერ პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ რასაც შევძლებ, იმედია მოგეწონა. კომპანია ტაურუსი, ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, უსწრებს ყველა დონის იარაღს. იაფიანსაც, ძვირიანსაც არის ბევრი კლონები, არის ბევრი სერიოზული იარაღიც. რაში უნდა გამოიყენოს, არ ვიცი. ეს 12 კალიბრები, ეს 22 ნახევარ ავტომატურები. ეს level action-ი. ამიტომ კიდე ერთი მიზეზი გადაიღო რამე ფუტურისტული ფილმი. მაგალითად იგივე Fallout. ეს გენრის ვარიანტია გაკეთებული. შესაბამისი 6 კუთხედი ლულით. არა, მოდიში 8 კუთხედით. ესეც გენრის ვარიანტია. და ტაურუსი ყოველთვის ცნობილი იყო აურაცხელი პისტოლეტების და რევოლვერების წარმოებით, რომლებიც ძირითადად არის ხოლმე ცნობილი მოდელების ასლები და საკმაოდ კარგად კოპირებული. თავიდან რა თქმა უნდა, ხა ვაკეთებენ იყო ძალიან იაფასიანი გაკეთებული, მაგრამ ნელ-ნელა ისწავლეს გაკეთება. მე ჩემი შეხედულება მაქვს საერთოდ რევოლვერებზე. ეს თქვი რომ ყველანაირ ლოგიკიდან გასულია, მაგრამ ეშხი თავისი და რაღაც ქარიზმა ასე ვთქვათ. მაინც აქვს ყოველთვის რევოლვერს განსაკუთრებით გახსენი, გადმოაგდე, დაატრიალე. აქ არის ზოგიერთი იმხელა მოდელი, რომ ხელში დაჭერაც კი მოუხერხებოდა. სხვათა შორის ეს სუკოლა რაც დამიჭერე ხოლმე ხელში. ერგონომიულად მთლად დღევანდელი გადასახია და ჩავთვლი პისტოლეტების ეპოქაში. ეს შედარებით უკვე ნორმალურად ზის ხელში. მოდელების დასახელებაც კი უკვე ეზარებათ უბრალოდ ციფრებზე არიან გადასულები. ეს იყო დეტექტივ სპეციალი მგონი. ამერიკაში დეტექტივები ემით დარბოდნენ. ვინ მოაფიქრა, რომ ესეთი იარაღი იქნებოდა მოსახერხებელი? თან ეს მე მგონი 80-იანების 90-იანებამდე გრძელდებოდა. აი, გადავიდეთ ბაბასილა იარაღებზე. ამჯერ დგანან, მოდი ცოტა ხანში დავბრუნდეთ. თუმცა აი ბაბასილა იარაღები ახაც ყოფილა ვებერთ. აჰა. დავიკითხოთ აბა. Magnum Hunter. იქო ეს просто რო გაისროლო, კალიბრი გითხარი რა ხარ? კასული. 414 კასული. იცით რა მხელა კალიბრია? ცალი ხელი, იმდენად მძიმე ფიზიკურად ვერც კი ხსნი რა ბარაბანს ასე რომ და პლუს აი დააკურით ამისთანავე ეს უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში. ეხლა გაჩვენებთ რას გულისხმობ. აი ეს იარაღი ახლა მე რო ავიღო. დააკურით სწორედ დგას მისი ღერძი. ამის ღერძი წონის გამო რა დღეშია. და ეს წონა გიჭირავს ხელში და კიდე პრეტენზია გაქვს რომ გაისვრი და ხელი არ აგიკანკავდება.
იმედიათ ჩემ ხელში არ ჩამოვარდება ეს მამაძახი. Ну, ეს იმასთან შედარებით ცოტა ცივილიზური ფორმა არის. კარგი. მოდი ერთ წუთი შემოტრიალდეთ. ტაურუსი ჩემი ბავშვობიდან დაწყებული, ყოველთვის უშვებდა ხოლმე რაღაც ისეთ უცნაურ იარაღებს, რომელიც რა ვიცი, გარკვეულ შოკს იწვევდა ხოლმე ხა მაგალითად. ეს წეგან ხელში გვეჭირა. აი, იმხელა კალიბრია. თან ახლა გამოც 45 კალიბრ კოლტში, 454 კასული, პრაქტიკულად ჩათვალეთ 410 კალიბრი გიდევთ ახლა შიგნით. რაღაცას ჭირსთან არც იხსნება. აჰა, ხო. აი, ამხელა ბაბასილა ხვრელებია. იმხელა კალიბრია ფიქსირებისთვის თუ დააკვირდებით საჭიროა ორი რაღაცის ჩამოხსნა. ერთი ეს, მეორე კი კლასიკური. ამის შემდეგ იხსნება. თუ თითო-თითოს დაპირებთ, ამას არ იხსნება, თუ მარტო ამას, მაინც, აი ხა გაიხსნა. აი, ეხა არ იხსნება. წეგან ჩაკეტილი არ მქონდა ესე იგი. ეხა ცოცხალთავით მარტო ამით არ იხსნება იარაღი. მოგვიდა ესეთი კატასტროფა ვარიანტი. ეს მოდელები უკვე იმასთან შედარებით უკვე ცივილურ ფორმას იღებს. გემოვნება შედარებაში არისო, შესაბამისად. როდესაც გაქვს რაღაცა შესაძლებელთან, მე ხვდები რომ თურმე ეს მძიმე მოდელი საკმაოდ მსუბუქი ყოფილა იმასთან შედარებით. ეს მიუხედავად იმისა, რომ ორი ამ მოდელზე პატარა არის, რაღაცნაირად მძიმე არის თვითონ ჩარჩო გაკეთებული. კალიბრი ვნახოთ ერთი რა აქვს. ესეც 454 კასული. თითქმის 12 მმ გამოდის, ხო? 11 და 11 და 6 სადღაც ეგეთ ვარ. დიდია. სამას 57 მაგნუმი. რაღაც კოლტ პიტონის ანალოგია, თუმცა ამას ყველას აქვს ეს ორმაგი ჩამკეტები ფიქსირებისთვის, ანუ მარტო ერთი არა აქვს. ესეც თუ კარგად ჩავკეტეთ, მე უკვე აქეთ აღარ იხსნება. იდეაში ხა ესე რომ გავყვეთ, აქ არის აურაცხელი ეს მოდელი, სულ ყველა სათავე ხელის მოკიდებას აზრი არა აქვს. უბრალოდ გიგანტომანიაზე არიან გადასულები, ანუ არ ვიცი, შეიძლება რაღაც პატარა პიპისკის სიმპტომის ხალხისთვის არის ამ ხელა რაღაცები გაკეთებული. პრაქტიკული დანიშნულება არ ვიცი, რამდენად საჭიროა. როდესაც იგივე შეგიძლია ჩვეულებრივად გააკეთო დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე პისტოლეტით. თუნდაც ეს პატარა რო აიღო მამაძაღლი, მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტურია, მოსახერხებელი ხელში კარგად ძის, ჩემი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, თავს ვერავის ვერ მოახო. მე უბრალოდ ვთვლი, რომ დღევანდელი დღისთვის რევოლვერებმა ყველანაირად ამოწურეს თავისი შანსი. გინდა გადატენის ვარიანტში, გინდაც უსაფრთხოების ვარიანტში ხელი რო არ გქონდეს, პირველი გაზები აქედან გამორბის, ხაზიანების ვარიანტი შეიძლება. გადატენის ვარიანტში ეს გაცილებით უფრო მძიმეა ეს გადატენა, ვიდრე თქვათ წინასწარ და ყოველჯერზე საბრძოლო შეყენებას და გადასვლა ცოტა რთული არის. ამში არ ვიცი. ბაზარი ითხოვს როგორც ჩანს და შესაბამისად არის მოთხოვნა. თუმცა აგერ თუ კლონებზე წავედით, კლონები ყავს აქაც ოხრად, მაგალითად პისტოლეტები. ხოიცანით. როგორც ადრე ვამბობდი, ნებისმიერ იარაღს, რომელსაც ვადა გაუვიდა ლიცენზირების, შეგიძლიათ თამამად აიღოთ და აწარმოოთ, რასაც ტაურუსი ყოველთვის იყენებდა ბედნიერად. ჰოლივუდის ფილმების გადამკიდე ეს იარაღი ერთ-ერთი საოცნებო იარაღი იყო ჩემთვის ბავშვობაში. დღეს არის რა, დიდი არაფერი. ტაურუს. ხო? სინამდვილეში ბერეტაა გაქანებული 92. და რა თქმა უნდა, ამათ იქნება აუცილებლად გლოკის კლონებიც.
1000-ულობით და 1000-ულობით. აქ უნდა იყოს ისინი. აი, მიახლოებთ ეს არის. პრაქტიკულად მესამე თაობის გლოკი არის. ხო? იცანით, ჩამკეტი, იცანით ესეც დაუშვათ. ეხლა მოდი ვნახოთ გლოკის პრინციპით იხსნება თუ არა. კი. სუფთა გლოკია, აბატონო. საინტერესო არ არის. რულაზე რეზბაც აქვს. ჩვენთან რატომღაც ჭკუა ეკეტებათ ხოლმე ეს რულაზე რეზბის, თუმცა რაში უნდა გამოიყენოთ თვითონაც არ იციან ხოლმე. ძალბერს კიდე ჯერავს რომ მაყურს გაუკეთებს და ჩუმი იქნება. არა, ბოდიში ჩუმი არ იქნება ნამდვილად იარაღი. აუროსზე ხა ბევრის თქმა არ შეიძლება, არას არ გამოირჩეოდა რამე განსაკუთრებული იდეით, ყოველთვის ერჩივნა სხვის იდეა აიღო და გაეკეთებინა ხოლმე. რასაც თამამად აკეთებდა ყოველთვის. არ ვიცი როგორ ურჩებოდა პატენტის ომებს. ადრე ოღონდ ეხლა რასაც გასული აქვს ვადაიმაზე კი ბატონო შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ადრე რის ხარჯზე ახერხებდა ხოლმე რომ გამძვრალიყო, ნამდვილად არ ვიცი. ესე იგი, მოხვდი როგერის და მარლენის სტენდთან. რაღაცა საინტერესოები რაღაცები გაიჩნდა. უკვე დავიარე ხელით კომპათურე. გაჩვენებთ ეხლა ნელა რეები ხდება აქ. ნუ პირველი მოდი ახლა ბარემ ახრივართ და ეს უკვე ასე თუ ისე კლასიკად მიჩნეული. რა ვიცი, ჩემთვის მარლენი ყოველთვის 22 ელერთან ასოცირდებოდა, თუმცა ეს 22 ელერი არ არის. რა კალიბრი გვაქვს აქა? ჩემ ბოდიში 45-70 ყოფილა. ეს კონკრეტული ცეგ არის გაცა? ეს კონკრეტული 10 მმ ავტო ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან პატარა მეჩვენა აქ ფანჯარა ვაზნის ჩასადები. ერთი პლუსი, რაც მასწავლეს ამ იარაღებში, level action-ში, არის ის, რომ როდესაც მხარზე მიდებული გაქვს და ისვე, ხო? გადატენე, ჩაკეტე, გაისროლე, პრაქტიკულად არ გჭირდება თვალის მოცილება, ისევ იგივეს აკეთებ. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ არ გიწევს ხელახლა სამიზნის ზევნა. პლუსი არის. თუმცა დღეს level action-ს რა თქმა უნდა, მხოლოდ ემოციური დატვირთვა უფრო აქვს ვიდრე პრაქტიკული. მოდი აბა ვნახოთ ესე იგი 45-70 ეს ყოფილა. ნუ ცოტათი მძიმეა, მაგრამ არც ისე. ეს დამგვაება უნდა თავისებური. როგერსაც აქვს რა თქმა უნდა შესაბამისი level action-ები, მაგრამ არის აქ საინტერესო ხრახნულიანები. განსაკუთრებით დამაინტერესა აი ამ მოდელმა, რომელიც გარკვეულ რაღაც პატარა ცვლილებას შეიცავს. ცვლილებას არა, თავისი დროისთვის გარკვეულ სიახლეს შეიცავდა. დღეს გარკვეულ პლუსად ითვლება. შევეცდები გაჩვენოთ თუ გამომივიდა ახლა აქ ყველაფერი ამის შემდეგ. მოვიღოთ ეს ვარიანტი და შევხედოთ. აი action-ს. ეს action-ი რამის ხომ არ გაგონეთ ფიზიკურად. так, გადავტენეთ, გამოვიღეთ, ჩავგებთ. ვერაფერი იცანით, შევეცდები აქედან გაჩვენოთ. აი ამას თუ ხვდებით რა არის. თუ ვერ მივხვდით, ერთ წუთი. აქ ყოველი მეორე მოდელი აღჭებულია ხოლმე. შევეცდები ამაზე ამოვიღო იგივე ვარიანტი. და ეხლა გაჩვენებთ აქ საიდუმლოებას. დააკვირდით ახლა აი ამ ბოლტის პირს. ხედავთ როგორი სუფთა არის. სინამდვილეში ითვლება რომ ბოლტი ესე დგას, როდესაც მიგაქვთ წინ, ანუ აი ესეთ ვარიანტია ხო ხა სახელობის თორე. როდესაც წინ მიგაქვთ ქვედა ვაზნა რომელიც არის და ამოდის პირდაპირ ამოდის და აქ კბილანებში ჯდება ეგრევე დაჭერით და შესაბამისად წინ მერე აგზელებს მოძრაობას. დანარჩენ ძირითად ბოლტებში როგორც წესი მთლიანი წრე არის ხოლმე შევსებული და შესაბამისად აი აქ გადახტვა მოუწევს ხოლმე ვაზნას, რაც გარკვეულ წინაღობას იწევს. ეს ძველი ასე ვთქვათ, ჯერ კიდე აი ეს ფორმა განსაკუთრებით თუ არ იცოდით, არის მაუზერის მაგვარი.
როდესაც ეს გარე ზამბარა ქონდა ესეთი განთავსებული და როდესაც დაწვენილი არის, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პირი აქვს ქვემოთ ამ მხრიდან, რომ ვაზნა პირდაპირ ამოსრიალდეს და ამ ორ კბილს შორის ჩაждდეს თავისუფლად იმ მოძრაობას. გარკვეულ პლუსად თვლიან დღეს ამას, თუმცა თვითონ ტექნოლოგიურად ესეთი ბოლტი რა თქმა უნდა გარკვეულწილად ანაქრონიზმი არის დღეს გადასახედიდან. თუმცა გაგა პიკეტე. აბა ჩვენი ტესტი, ჩემი ტესტი ვნახოთ აბა თუ გავა. კი, მოძრაობს. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ყველა არის თხელილობით, ხმელი პროფილით. ჯამში ყველა არის მხოლოდ სანადირო ვარიანტი. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული პრეციზიული სროლისთვის, ფიზიკურად ვერ გამოიყენებთ. ისევ რუგერის სტენდზე ვართ და ვნახოთ აი ეს მოდელი. ძალიან დამაინტერესა რაღაც თავისებური მიდგომა აქვს. ვერ ვიტყვი რომ გადასარევი მიდგომა აქვს, მაგრამ ჩახმახი ამოუწიეთ, დავუწიეთ უკან და თუ დააკვირდებით ჩახმახის სინამდვილეში. აი ასა თუ კატისა. შემოდის აი კონდახში. აი აგერ არის ეს ჩახმახი, შესაბამისად აი ჩახმახი. საინტერესო იცით რა არის ამაში კიდე? ის რომ ეს კონდახი სინამდვილეში იკეცება. კონდახი და ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, სად მიდის ჩახმახი? აი ეს არის ჩახმახი. რატომ გა? აი ეს უპატრონოდ თანხალებს ვერ გავიგე რატო? თან მიმხილველია, ეს მიმზიდველია უკაცრავად, თან რაღაც უცნაური ფორმატი აქვს. რა თქმა უნდა, რუგერს თავისი სერია აქვს პისტოლეტების. აქ ბერნარი პისტოლეტებია. სოყოლას განხილვას აზრი არ აქვს. არის პატარა კიტირკუტურები. ეს არ ვიცი როგორ უნდა გამოიყენო. აი ესეთი რა. აი. ათაც კონუ სათამაშო რაღაცა. და შევედით ნახოთ კლასიკური ვესტერნის იარაღები. თუმცა ხაი ხალხი არის უბრალოდ მისული, დაველოდოთ სანამ გავლენ. ხო, გარდა მაგისა, მოდი სანამ ეს ხება. მანამდე რუგერის თავისებური ტიპის იარაღი არის ხოლმე, რომელიც ყოველთვის რაღაცა უცნაური ფილმებში მინახია ხოლმე. მინახიათ ესეთი იარაღი. როგორ ფიქრობთ, სად უნდა გადატეხოთ? აქედან. არა, უკაცრავად, აი უკანა ეს შავი რომ უნდა გამოწიოთ. აი გადაიდეთ. დაუშვათ ახლა აქედან. ბატონო მზად არის. აი ესეთი დატანის სისტემა. ფორმაც თავისებური. ხო რაღაც აი კლასიკაში მიჩნევ რაღაც მოოთხკუთხედი ფორმა, რაღაც ტრუბის ფორმა აქვს დღემდე დატოვებული. ნორმალ. აქაც იგივე არის. ესეც იგივე ვარიანტია. ესეც ფერში არის მეგონი განსხვავებული, თორე ფორმატი იგივეა. ეს უკანა იარაღი არის 22 კალიბრი, ოღონდ რო იცოდეთ. არ ვიცი, საკეტის სისტემის გამო არის დიდი კალიბრი არ დაიშვება თუ რატო, მაგრამ ფაქტია რომ ესენი ყოველთვის 22 კალიბრი. გვაქვს ესეთი ბაბასირი. მებერთელა, მაგრამ ეს შედარებით ძველი არ არის. ძველი სისტემა. რაც მაგალითად ტუკო სანჩეს როდრიგეს უყარდა ხოლმე. The condemned is guilty of use Tuco Benedicto Pacifico Juan Maria Ramirez, known as the Rat. and any other. გეცნობათ კლასიკა. ნახევარზე გადავატრიალოთ და აი საყვარელი ხმა. რაც საჭიროა ხოლმე იარაღს. ეს ასეთ ხმას იარაღზე ვეღარ გაიგებთ ხოლმე. რა თქმა უნდა ეს არის single action-ი, ამის გამოკვეთ არაფერი არ ხდება, სანამ ამას არ გადავწერთ. შესაბამისად გასროლისაც იყენებდნენ აი ამ ტექნიკას. და აი ეს ხელი როა გაცვეთოდათ, იმიტომ გქონდათ ყოველთვის კამარი, ხელთათმანი ან ტყავის რაღაცა ჩასადები, რომ ეს გაიგებინათ ხოლმე. ეხლა ამას აქ ესეთი ზოლებიც აქვს დატანილი. ეხლა ნორმალ სიტუაციაში ამას არავინ არ გააკეთებდა, იმიტომ რომ ეს ქლიბივით იმუშავებდა, ხელს დედას უტირებდა. ეს არის 357 კალიბრში. ეს კი საყვარელ 22-ში. რა თქმა უნდა, პრინციპი იგივეა, ესეც single action-ია.
გამოკრისას არაფერი არ ხდება. და რა თქმა უნდა, ამასაც ექნება თავისი ნახევარ პოზიცია. კი ბატონო. აი ბედნიერება. იყო დრო იცოდნენ იარაღის წარმოება. კარგი, ძირითადად როგერზე მე მგონი სუეს არის, მეტი აქ არაფერი განსახილველი ისეთი არ აქვს. წავით ახლა კიდე სხვა რაღაცები ნახოთ. გერტეჩის სასხლეტები საკმაოდ მგრძნობიარებია, სხვადასხვა მოდელებია, ეს მაგალითად ორსაფეხურიანია. ვთქვათ ესე გადმოტენოთ. აი სვლა აქვს რაღაცა, მიდება მე გამოკრა, გავარდნა, საკმაოდ მსუბუქი გავარდნა. ეს ერთსაფეხურიანია მაგალითად აქ. ვთქვათ, გადავტენოთ. ესეც სწორი სასხლეტი აქვს, ამას დადებისას ვაფშე არ აქვს მოძრაობა და გამოკრა და გავარდნა. ეს სუნთლად მგრძნობიარია. ამასაც აი ორი საფეხური აქვს, პირველი საფეხური მოძრაობს, მერე ძალიან მსუბუქი გავარდნა. ეს ჯერ არ გამისინჯია, ვნახოთ ბარემ რა არის. ესეც ერთსაფეხურიანია. არანჩი. ესეც, უკვე რემონტორ შიდაზე ბოლტების ვარიანტი არის. სხვადასხვა. მაგალითად გადავტენეთ. გამოკარით, გავარდნით მსუბუქი. ვიქტრიქსის სტენდი IVA-2026. შარშანდელი აღმოჩინა YouTube-ში შეჭმული ქონდა ამ მოდელს. მიუხედავად იმისა, მეც და ჩემმა მეგობარმაც გადავიღეთ ამ მოდელთან ვიდეოები, აზრად არ მოგხვია YouTube-ზე თქვა დაგვედო და რაღაც გვემარიაჟა. Так, აი ჟორა ისვრის ახლა. აუ, რამხელა ბოლტია. ეხლა წელს აუცილებლად გადავიღებ სამარიაჟო ვიდეოსაც, მაგრამ სასაცილო ჩემი გადასახედიდან ის იყო, რომ აი ამ მოდელს ვითომ თავმად ატრიალებდა ყველანაირი გამხდარი გოგონა, ესე დამდგარი სტენდზე, თიც გაკრავდნენ და დაატრიალებდნენ და უი რა კაია. ერთი დამანახა რეალობაში აი მხელა ბალაყანა ვიღაცა პატრა გოგოშკამ დაიჭიროს გამხდარმა ქუსლებზე დამდგარმა აი ეს უბედურება და თუნდაც უბრალოდ ტანზე მოტრიალდეს. ანუ წრე დაარტყას თავის ადგილს სადაც დგას. დარწმუნებული არ ამოყირავდა, მაგრამ ვიდეო კონტენტი მაინც სხვა არის. კარგი, აუ მოდი ჩვენც წავიმარიაჟოთ ერთი ნახოთ რა გამოვა. კარგი, მოდი ახლა ჩვენც ჩინჯოთ რაღაც სამაიმუნო ვიდეო გავაკეთოთ, რა გამოგვია. პირველი რა თქმა უნდა თვითონ იარაღი კოლოსალურად დიდი არის, ჩემს რაღაც მაგრამ რა გადასარევაჯდება ლოყა და სახე. ხო. რა თქმა უნდა, ახლა ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას რომ დაგვიკომპენსიროს მთელი ამის ენერგეტიკა, თუმცა თვითონ იარაღი დამიჯერეთ მსუბუქი არ არის. ბოლტი კი რა, მთელი ძეხვი გამოვიდა და ძეხვი შევიდა. ნახოთ აბა გამოკრაც ბარემ. ორი საფეხური აქვს მინდა გითხრათ. გადასარევად ისვრის. აი რამხელა იაშიკი ოკნა. გადასარევი იარაღია უბრალოდ შარშანს უყოლა რო ესე ატრიალებდა და თავი რაღაცა კიტრი ეგონათ. კი, დატრიალება შეიძლება რეალობაში ამას ვერ გააკეთებ. ეს სტაციონარული იარაღი უფრო არის. თუმცა თვითონ ეს იტალიელები ამბობენ რომ ეს უბრალოდ სადემონსტრაციო ვერსიაა, რა თქმა უნდა, ხა საბრძოლო ვერსიაც არის, მაგრამ აქვთ გაცილებით უფრო მოკლე ვერსია, იგი 50 კალიბრი, ეს 50 კალიბრი არის სხვათა შორის და ამბობენ რომ აი იქით დებს მე მივალთ მაგასაც, რომ ის არის სინამდვილეში სამხედრო დაკვეთა, მაგალითად იგივე პარატროპერებისთვის ან რაღაც სპეცდანიშნულების რაზმისთვის. მოკლედ, კაი რაღაცაა. საქართველოს სად გამოვიყენოთ არციულად. აი ეს არის მოკლე ლულიანი ვერსია, რომელსაც ვამბობდი, რომ სპეციალურად არის სამხედროების მიერ დაკვეთილი. რა თქმა უნდა, იგივე მოგბაფერი არის ამ ხელა. მაგრამ ლულა გაცილებით პატარა იმასთან შედარებით, რაც თქვა აი ჩვენს მეგობარ დიდ მოდელს აქვს. თუმცა როგორც ამბობენ, ეს სპეციალურად არის ესე გაკეთებული, იმიტომ რომ დასაკეცი კონდახიც აქვს და კონდახის მოკეთვისას უკვე შესაბამისად საკმაოდ მოკლე ვერსია გამოდის. ალბათ დესანტიან რაღაცა რო გადასვა და შესაბამისად იმათ საშუალება გქონდეთ შედარებით უფრო მანევრირებადი ფუნქციონალური იარაღი გქონდეთ.
თუმცა სინამდვილეში ხა მოკლე ლულა 50 კალიბრში ალბათ აქ ფაიერბოლი კი არ იქნება, ალბათ მთელი გაუბიცის ბაბახი იქნება. აღარაფერს ვამბობ ხმაზე, დარტყმის ტალღაზე, საცუდავი მსროლელი, რომელიც აიქ იდგება. ინდექსი შეუშვებს ძალიან ბევრ სხვა იარაღს, ძირითადად ხა ესენი არიან მასიურ კალიბრებზე გადასული. აქ ვერ ნახავთ ხა 223 კალიბრი თუ იქნება, ალბათ დაკვეთით ვიღაცა სპეციფიკურად თუ დავკვეთებთ, ხოლმე ძირითადად არის 338, ან რაღაც ვინმაგი, ან რაღაც ამდაგვარი დიდი კალიბრები, როგორც ეს. პატარა კალიბრები არც ერთი არ არის. სადმე არ აწერია ამას კალიბრი, ახლა რა ვნახოთ? სამწუხაროდ ვერ ვხედავ, ამასაც არ აწერია. კარგი, აბა გადმოვინაცვლოთ ამ მოდელთან. მიუხედავად ამ ხოლმე მასიურობისა, ეს ჭედვა კი აქვს, ხომ და ამას უკვე ვერაფერს ვერ აქვს. ნახე. აი რას ვამბობ ხოლმე, როდესაც ჭედვა აქვს მიწოდოთ. რა თქმა უნდა, ხა რეალს ვსროლმე, როდესაც ის პირდაპირ აღარ დაიწყებს ამას ქვემოდაწოლზე პირდაპირ მიაწოდოთ. აი ბოდიში მაინც ეჭედება. ეს გარკვეული დისკომფორტის შემქმნელი იქნება. საინტერესოა ამისი ნებსი არ ფუჭდება ასე, ხელა ძალით რა ხარუხის. როგორც ხედავთ, ნაყუჩი ყველას must have ვერსია აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება. პრაქტიკულად ყველა მოდელს ნაყუჩი უყენია. ამასაც თითქოს არ აქვს, თითქოს კომპენსატორი, მაგრამ სინამდვილეში აი გავადიდო და ესეც ნაყუჩი არის. კაცობრიობის ისტორიაში იყო ერთი ეპოქა, ძირითადად ამერიკელებს ვთქვათ მადლობა, ჩვენთან ცნობილია როგორც ვესტერნი, ჩვენთანა ჩვენ თაობისთვის და საერთოდ შემოვიდა კლასიკაში როგორც ვესტერნი. ვესტერნის შესაბამისი ყველანაირი მოდელები არის აი განთავსებული. ძალიან საოცარია, როდესაც ამას ხელში იყენებ, აი პრაქტიკული დანიშნულება გასაგები არანაირი არ აქვს, მაგრამ ემოციურად იმხელა დატვირთვა აქვს, რომ აი არ ცენი ფერა გიწევთ, ხა მაგალითად გადმოწიეთ ეს იხდით და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავისრულოთ. ეს მოდელები ცოტა ორიგინალობით გამოირჩევა, იმით რომ აი ამ ვარიანტში სვლა რაღაცა თითქოს უნდა დააჭირო არის. სინამდვილეში უმეტესობა მოდელი, რომელიც ასეთ წარმოებული, ეს სასხლეტი როგორც ეს მოტანილი ხოლმე თითქმის ბოლომდე და გამოკვეთეს ავტომატურად. ეს სკაპი არა აქვს ხოლმე, არ ჭირდება. ამას ცოტა სხვანაირი ვარიანტი, მაგრამ მაინც საკმაოდ სასიამოვნო ვარიანტი. გახსოვთ ის სცენა ფილმიდან Revolvers. Revolvers. Yeah, revolvers. Cartridges. Cartridges. რვა აწყობს, ხო ერთი 5 მოდელიდან ერთს რვა აწყობს. ესეც ნახევარ პოზიცია. აი, ხმა რასაც აქვს კლასიკური. ეს მხოლოდ ამისთან იარაღებზე არსებობს. სამწუხაროდ ჩვეულებრივ ბარაბლებს ესეთი მექანიზმი არ აქვს. კარგი. ეს იყო კომპანია ჩემს ზურგს უკან. გინდათ იყოთ ასეთი ვიზია, იყიდეთ აუცილებლად ესეთი იარაღი. ისე დაბმულია, ნორმალურად ხელში ვერ დაიჭირა.
ესეც ჩვენი საყვარელი MDT-ს სტენდი. ხა MDT აქვს თავის შასიებსაც რა თქმა უნდა აპაპსაებს. ეს მოგებიანი სეგმენტი არის მე თუ მკითხავ. ფოტოჟურნალისტ მეც მინდა ხოლმე ჩემი იარაღის რაღაცების ყიდვა, მაგრამ იმდენად უცნაური კანონმდებლობაა ჩვენთან შექმნილი, რომ შესაბამისად ხა მაგალითად რომ ვიყიდო რაღაცა, ჯერ ისედაც გართულებულია ევროპა ამერიკაში ჩვენარი ქვეყნის რაღაც ყიდო, თქვა მონახე სელერი და რაღაცნაირად ვიყიდე რომელიღაც, ან თვითონ MDT დამთავრდა და მომყიდა. იმდენად დაშინებულია ჩვენთან ჩაუმტანი კომპანიები, რომ როგორც კი რაღაცას ფორმას ნახულობენ, რომელსაც აი თუნდაც აი ეს უკეთია, უკვე კივილ-წივილს იწყებენ და ბლანდინგათმების დაკრეჭვას და ამოძრობას იწყებენ საკუთაოდ. აი ძალიან რთული არის ფიზიკურად შეძენა. ერთეულად უნდა სდიო ვიღაცებს, რომელიღაცა მაღაზია თუ ჩამოიტანს, ან თუ ჩამოიტანს რამე იარაღს, რომელზეც წინასწარ უკვე არის ეს დაყენებული და იმას თუ მოხსნი, მაგრამ გადაიტანს სხვა კონდახში და ამას თუ გამოიყენებს შენთვის, მოკლედ აი ეს გართულებული მექანიზმი გვაქვს ცხოვრების მანძილზე. კომპენსატორები. ეს კაი კომპენსატორია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეს უფრო მაგარი კომპენსატორია, იმიტომ რომ ამის შეიძლება მოშვება მიტების და შესაბამისად ამის წინ წაწევა შეიძლება. შესაბამისად ჩაიხურება ეს ზედა ხრელები და შეიცვლება გეომეტრია. თუ გახსნით შესაბამისად გასროლისას აირი ზემოთ ამოდის და რეაქტიული ძალით გაწვევად ქვემოთ გიკომპენსირებთ ახტომას იარაღისას, ხოლო თუ არ გჭირდებათ გადახურავთ და შესაბამისად მარტო მუშაობს გვერდითა. რა კაი მოხაზულობა აქვს ისე ჩვენში დარჩეს. იყიდი და კაცი, საშუალება რა იყოს. ჩაკეტის მექანიზმიც გვაქვს. ჩვეულებრივი სამზოლიანი, სამ განყოფილებიანი და ეს უფრო პატარა. უი დედა, ეს რა მსუბუქია. ეს არ ვიცი რისგან არის გაკეთებული, რისთვის არის ასეთი მსუბუქი. ცნაური. აი, იგივე იმაზე მქონდა რამდენჯერ პრობლემა. ჩემი 22 LR-ისთვის მინდოდა მეყიდა 20 მოანი 20 მოა დახრეს აი ესეთი სამაგრის და სამჯერ გამიუქმეს დაკვეთა. ერთხელ გამომიგზავნეს დაიკვეთა, დაიკარგა, მეორედ ვიყიდე სელერმა გამიუქმა, შენი აკაუნთი ანუ ქვეყანის გამო ისეთ ქაჯისტანიდან ხარო რომ ბოდიში ვარო, მესამემაც გამიუქმა, მეოთხე ჯერზე ძლივს შევძელი და ვიყიდე. შესაბამისად აი ეს ერთი ნივთი დამიჯდა 4 მაგი ფასი. დასანანია. ძალიან კარგი რაღაც. აი ამას აუცილებლად გირჩევდით ყველას. შეძლების დაგვარად შეიძინოთ, აუცილებელი ვარიანტია. ეს გაძლევს საშუალებას, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რამდენი გრადუსით ხართ გადახრილი მარცხნივ მარჯვნივ. შესაბამისად, შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ, უკაცრავად, ეს არ არის. ეს ტაიმერია. ხო, ბოდიში. ეს ტაიმერია, ესეც საჭიროა იდეაში. მაგა რაღაცა. კარგი, ამან დათვალ გავხსოვს, მაგრამ გვაქვს აი ეს. ეს აუცილებელი არის. ეხლა დააკვირდით, ეხლა ეს რას აკეთებს? ვინც არ იცოდა. გასროლის დროს თუ იარაღი მაგალითად ვიყენიათ ჰორიზონტში, ამ შემთხვევაში აი აქ შუა მწვანე აგენტებად. ხო, თუ დახრილი გაქვთ იქით აგენტად, აქეთ ამ წითელი, ან იქით გადახარეთ აინთო ლურჯი. ეს ყველაფერი გაძლევთ იმას, რომ განმეორადობა გქონდეთ ერთგვაროვანი. თუ არ იცოდით, თუ იარაღს ისვრით ერთ შემთხვევაში ერთი პოზიციიდან, მეორე შემთხვევაში მეორე პოზიციიდან, მესამე შემთხვევაში მესამე პოზიციიდან, თქვია ყოველთვის სხვადასხვა ადგილზე წავა. შესაბამისად, თქვენი ზუსტი სროლა დაივიწყეთ არ იარსებებს. ამიტომაც ეს ერთ-ერთი must have ნივთი არის. სამწუხაროდ აი ძალიან მარტივი ფორმატია, ხომ არა, იაფი არ აღერს ხოლმე. მაგრამ თუ მოახერხებთ, ჩემი რჩევა იქნება, თუ რამე ზუსტი სროლა გაქვთ ჩაფიქრებული, აუცილებლად იყიდოთ რაღაც ამდაგვარი. არის ანალოგური შედარებით მსუბუქები და იაფიანები და არის ესეთი ციფრულებიც. ტაიმერი კიდე მიდის. Fully nitrided, really smooth EDM raceways. If I just remove this cheek piece here, I'll show you some of the features of the bolt. So the bolts are available for 223, ARC, 308 and Magnum bolt faces.
They feature spring-loaded ejector. ხო, ნუ კლასიკური როგორც ხდება ხოლმე ჩაწერა. სინამდვილეში ესე მიდის ბლოგინგი. მეც ახლა ესეთ პოზიციაში ვდგება, რომ უბრალოდ ტელეფონი ვერტიკალ მისმაგრად ჰორიზონტალურად ამაქვს დაყენებული. Так, ბიპოდები. MDT-ის ეს ბიპოდი იყო ერთი ძალიან პოპულარული ერთ პერიოდი, მაგრამ ნუ მიწყენთ მე მაგალითად არასდროს არ მომწონა, იმიტომ რომ სუფთა პლასტმასი არის და მე რაც ვნახე, თლად მყარი არ იყო. მაგრამ ნუ ბევრს ავტომატს მიაჩნდა, რომ რადგანაც MDT-ისი არის, ესე იგი აუცილებლად კარგი უნდა იყოს. თუმცა MDT-ს აი როგორც ხედავთ, აქ ლითონის ახლა ეს მასიურებიც კი აქვს ესეთი ჯანიანები. შეგიძლიათ ესენიც გამოიყენოთ. ეს რაღაცა ჰარისის არ გავს ჰარის მხოლოდ ამ ვინტით თუ წააგებთ ძალით დანარჩენი არა. უი არა. აი ხა ესეთი რაღაცები არ უნდა ჭირდეს ბიპოდს. კი როგორც წესი არის ხოლმე ყანყალებს ბიპოდი, მაგრამ არა ამ დონეზე რომ ახლა თქვენ ახლა ვიდეოში მხოლოდ ხედავთ ეს გორდულ გადახრას და მე ხელში ვგრძნობ თელ ყანყალს. შეიძლება სტენდის ვერსია და დაზიანებულია, არც ამას გამოურიცხო, მაგრამ კონკრეტულად ეს ვერსიანი ყოველ შემთხვევაში ყანყალებს. კარგით, ესეც ცალკე სტენდი. ეს უკვე ცალკე სტენდია Loot Eyes. ეს MDT აღარ არის. ისე ყოველთვის მივიდა პატარა ეს შევამოწოთ ერთი რამდენად უი მართლა კარგი რაღაცა არის საჭიროა. Так, დავიმახსოვროთ ამის მოდელი. ნახოთ ესეც არაა ცუდი, ეს ცოტა დიდი არის ამასთან შედარებით. ამის მოდელიც ჩავიწეროთ და თქვენს დაიმახსოვრეთ თუ გინდათ. ეს ბალეშები არა ეს პოლისტიროლის ბურთულები აშკარად შეიძლება ძალიან მსუბუქია. ესეც არ გვინდა, აი ეს ორი აშკარად საჭიროა. ესეც ნახოთ. არა, ეს უკვე ძალიან ძიმია. ჩემს უკან არის ხა Off USA, ამათ კაი ხანი ვეძებდი. წელს გადმოსულა მესამე დარბაზში, კარგი არის, პროგრესია ასე ვთქვათ, ცოტათი დიდი არის მაგალითად თვითონ ჯიხურიც ასე ვთქვათ, აქამდე არ ქონდათ ხოლმე ამხელა, როგორც ეს სადღაც მე-5 მე-6 დარბაზში იყვნენ ხოლმე, სადღაც შეტენილი Airsoft-ს შეიძლება გენახა ხოლმე, რატო არ ვიცი. თუმცა ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი, კაი ტონი არის ასე ვთქვათ, ხო. თვითონ იარაღებიც არ აქვს იაფიანი, მაგ-მეც ფლოპ მაგალითად ამათ ხაზგან P415-ს ძალიან კაი იარაღია. კი, მესმის რომ მოკლე სვლაზეა დამყარებული და შესაბამისად ისეთი ეშხი და მსუბუქი და თავისებურებები არ აქვს, რა წესით უნდა ახასიათებს AR-15-ის პლატფორმას, მაგრამ მე გააზრებულად ავირჩიე, რომ მერჩივნა იმის წარამარა, თქვათ, კარბონის წმედას აფერლობერის შიგნით, მერჩივნა კარბონის სადღაც გარეთ დარჩენილი იყო და შესაბამისად სუფთა მქონოდა მექანიზმი, მაქსიმუმ გამეწმინდა ხოლმე ლულა. რა თქმა უნდა, ხა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ლულაში რჩება ჭირკა, უდნა მაინც ყოველთვის გადმოდის და მაინც გასაწმედი გაქვს რაღაცები, მაგრამ შედარება არ არის, განსაკუთრებით, როდესაც ინტენსიურად ისვრი ხოლმე, ესე რომ ჩემი გადასახედიდან სწორი არჩევანი იყო, თუმცა ვაღიარებ, რომ ცოტა მძიმეა და უფრო ბუთქუნა იარაღია, როგორც ასე. კარგი, ხა მივიდეთ ცოტა გავისაუბრებ, თუ რამე ახალს გავიგებ, შესაბამისად გაგიზიარებ. თუ არა, უბრალოდ ასე ვთქვათ, ხედავი პროდუქცია გადავიღოთ და ეგ იქნება რა. კაი, პატარა შესავალით, მე უკვე თქვენ იარაღებს გადავხედოთ, განსაკუთრებით ეს საინტერესოა ეს ზედა 2, რომელიც ჩვენთან ბაზარზე საერთოდ არ არის. საიტზეც რატომღაც ყურადღებას არ ვაქცევთ და რაღაც გამომიპარასავით. ახლა ნახეთ აქ რა არის. ყველაფერს აგიხსნით ხან ნელ-ნელა. ჯამში ახლა ნახეთ რა არის. უბრალოდ გამოესაუბრე მეთქი ეს საქართველოსდან მეთქი ვარ, ბევრი თქვა თქვენი პროდუქტის მოყვარულები ყავს. პროდუქტიც ბევრია მეთქი თქვენი. კიო, კაცო, ბაზარი არა, ვიცით, ძალიან ბევრი შუტერი ყავთო და ძალიან ბევრი ისე მოხარებელიც არისო. პროდუქტიც კარგად იყურებოდა. მეთქი აი რამე რო იყო სიტყვაზე თქვა, აი ნაწილი დაუკეთო ცალკე რაღაც ლულა რაღაცა მეთქი ხო გასაგებია პირდაპირ მე არა მაღაზიის მეშვეობით ან დილერის მეშვეობით. იო კაცო, პრობლემა არ არის, просто ხო იციო რა, ხო ეს უკრაინის ომის გამო რა თქვენ ხო მეზობლები ხართ რა, იმ მობილძაღლ მამაძაღლ რუსეთთან და აი თქვენ თავრობაც არაფერს არ აკეთებსო და ხა ჩვენებიც კიდე წარამარა კრძალავენო რა, ლიცენზირებას რაღაცას ითხოვენ და შესაბამისად ეს ექსპორტის პრობლემა არისო.
იმას რა უნდა უყუთო არ ვიცი ვარ და ну აი ესეთ რეალობაში ვარ გაჭედილი სამწუხაროდ რაც არის ეგ არის. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ აი ეს ახალი მოდელები რაც არის. ну ძველებსაც ავტომატურად გადავხედავ. როგორც ხედავთ, აქაც ყველაფერს უკვე მაყურჩი აქვს, ანუ სუპრესორი აქვს. კიდევ ერთხელ აქაც ხასავნიშნავ. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ ითვლება რომ რაღაცა ის განსაკუთრებით მანდამაინც კილერის რაღაცა არის ეს მაყურჩი შესაბამისად ყველა პირიქით ცდილობს იარაღის დააყენოს, იმიტომ რომ დაიცვას როგორც მსროლელის ყური, ისე გარემოს თქვათ დაბინძურება აირიდოს ხმაურის მხრივ და ნუ შესაბამისად ახლა კიდევ ერთხელ ეს არაჩვენებს იმ დონეზე იარაღს, რომ როგორც ჰოლივუდის ფილმებშია წარმოდგენილი, თითქოს ესეთი რაღაცა არ არის. შესაბამისად ახლა თუ გინდათ ნორმალურად წყნარად ისროლოთ, არც თქვენ დაზიანდეთ, ან თქვენ გვერდზე მყოფი არ შეაწუხოთ თქვათ მოსახლეობა, თუნდაც იქ 5 კილომეტრში მნიშვნელობა არ აქვს, რაც იქნება, ხო და ასე შემდეგ, მაშინ ჯობია გამოიყენოთ სუპრესორი. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დონეზე წევს ხმას, ყურით რომ მიდებული ხართ, გაქანებულ დიდი სატვირთო მანქანის დიზელის მოტორთან რო გირახულებ. ხმა მაინც ისეთივე იქნება, ანუ სიჩუმე აქ არ არის და ვიღაცას თუ გონია რომ ამის დაყენებით რაღაცა განსაკუთრებული კილერი გახდები, არა. უბრალოდ კომფორტისთვის არის, იმისაც რომ ახლა ყურსასმენები როდესაც გიკეთია, ხო, სიტყვაზე ეს ყურსასმენები ოდნავ თუ წამოწეული გაქვს, მე მქონია ხოლმე ძალიან ხშირად შემთხვევა, რომ ლაპარაკობთ რაღაც თვარენში დისკომფორტი ამიწევია ხო ზემოთ რაღაცა. ლაპარაკობ და უცებ გვერდზე ვიღაცა პაპახს გაკეთებს, დაზიანებული, დაბრუნებული დადიხარ ხოლმე მე თელეფონი. მაშინ როდესაც რო ქონოდა იმ ადამიანს სიტყვაზე თქვა მაყურჩი, ის გაისრო და ეს ხმა და ტალღა წავა წინ. ანუ მაინც ისმის პირობდეთ, სამაგერს გვერდზე მდგომები ბედნიერად ვიქნებოდით სიტყვაზე, თქვა მოასწრებ ჩამოწევას, იმდენად არ დაზიანდები და რაღაც განსაკუთრებული ბაბახის დისკომფორტი არ გიქნება. კარგი, ну ამას მთელი სამყარო მიხვდა, ხა ევროპაც მიხვდა მაგალითად. მნიშვნელობა რა აქვს, რომელი ქვეყანაც არ უნდა დავასახელოთ, თვითონ გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, რა ვიცი, ნებისმიერ ხა უცებ არ მახსენდება რა, ესპანეთშიც კი მისაღებია უფრო პრობლემა არ არის. ყველაზე პრობლემური არის მარტო ორი ქვეყანა, ეს არის საფრანგეთი, იტალია, იქაც კი რეგისტრაციას გადიხართ, როდესაც იარაღს ყიდულობთ, შესაბამისად იარაღზე აბავთ კონკრეტულ მოდელს, თუ არ ავწდები, ზუსტად არ ვიცი კანონმდებლობის პრინციპი, არის, მაგრამ მე რამდენადაც მომისმენია, უბრალოდ მე მგონი იარაღს რო ყიდულობთ, ან იარაღი რო გაქვთ, იმ იარაღზე უნდა მიაბათ თქვენი სუპრესორი და კონკრეტულად, ასე ვთქვათ, ტანდემი იყოს. და მაშინაც კი შეგიძლიათ გქონდეთ რა, ანუ ყველაზე ქაჯისთან ქვეყანამაც კი ესეთი ვთქვათ ადეკვატურობა გამოიჩენა. რუსეთი, დეგენერატების ქვეყანა, ხო, მაგალითად, იქაც კი ფიზიკურად აი ბანკას ეძახიან, ხო, რუსები იმათაც შემოიყვეს. კარგი, ახლა მოდი გავხედოთ დანარჩენ მოდელებს. კარგი, მოდი ვნახოთ ეს პატარა მამაძაღლი. ოპა. საკმაოდ სუბუქი რაღაცაა, ძირითადად ალუმინი და პლასმასია გაკეთებული. კალიბრები როგორც ვიკითხე, ხა მაგალითად ამ წუთას წარმოდგენილი აქვს 9 მმ-იანი, 9-19 გინა ლუგერი, გინა პალაბრონი როგორც გენდარქი, თუმცა ასევე გამოდის 45 კალიბრშიო, ასევე გამოდის 22 LR-ზე. გადატანის მექანიზმი ხანო შესაბამისად level action-ია რა. გადაიტანე, გადატე, გადმოტენე, ეს უკვე ვзвოლზე არის, შესაბამისად გამოკარი, გავალ. შეგიძლია მერე გადმოწიო და გაისროლო რაღაცა. სუბუქი, კომპაქტური, გასართობი რაღაც პატარა მამაძაღლობა არის რა. ცოტა უფრო დასერიოზულებული მოდელი, ასე ვთქვათ, წინწასული არის აი ეს. ესეც იგივე ვარიანტია, კალიბრების ვარიანტი. ეხლა ამ წუთასაკაც ეს წარმოდგენილია მხოლოდ 9 მმ-ში, არსებობს ასევე 45 ACP-ში, 22 LR-ში. ძირითადად ეს არის პირობითად რო ვთქვათ, 223-შიც არის ეს, ხო, დამავიწყე. ეს ეხლა რო დაუკვირდეთ არის ესეთი ვარიანტი, დააკვირდით აქედან. გადასატანის სახელური გვაქვს აქ, აი ეს გამოუწიეთ, გადმოწიეთ, ამ შემთხვევაში გაგხსნა აი აქ. ხო? მერე უკვე შესაბამისად ამას გავწევთ წინ. ეხლა უბრალოდ ეს ჭილი ვიჭერს უკანა პოზიციაში, დავაჭიროთ, აბატონო დაიკეტა. ამის შემდეგ შესაბამისად შეგვიძლია დავუშვათ. თუ აკვირდებით, ამ პატარა მამაძაღლობასაც კი უკეთია მაყურჩი. Must have ნივთიარი. მოკლედ ძალიან კაია, რაღაც ახალიც ვნახეთ. დანარჩენი ხა აქ უკვე ჩვეულებრივი სტანდარტული მოდელებია, რაც ისედაც არის. ეხლა რამდენად გახარებული ვიქნებოდი, მაგალითად, ჩემ 415-ზე რო შემეძლოს დავაყენო ესეთი რაღაცა. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. გადასარევი რაღაცა.
მიყვარს რა ჩემი თოფი. ერთადერთი ამათი აი ეგ არის თუ არა ვწდები. კი. 308 კალიბრიანი. რამხელა მჭიდი არის. ძალიან ბევრი მაგ გამოფენაზე ნანახი 308 კალიბრში, ანუ AR-10-ის პლატფორმაზე გაკეთებული იარაღები. ყველა არის შედარებით მძიმე, დიდი, მოუქნელი რაღაცა ფუფუნა. აი ეს არის კამფეტი, AR-10-ის შემთხვევაში, ну, არ ვიცი ხა, ზღაპარია წონის მხრივ. კამფეტია. აშკარად ღირს. რა თქმა უნდა, ამასაც უკეთია ჩვენი საყვარელი გამაჩვენებელი. კაი, მოკლედ ძალიან კაი იყო ეს ხალხი რო ვნახე. გავეცანით. იყიდეთ, კაი რაღაცებია დამიჭერეთ. Okay, thank you. I appreciate it, sir. Thank you for coming by. Bye. Так, ეს იყო ჩვენი საყვარელი კოფი. წავედით, დავიშალეთ. ვალტერის სტენდი და თავისი RS3, ну, ამ RS3-მა რაღაც გარკვეული ფურორი გამოიწვია. თვითონაც ძალიან აპაპსავენ, ახლა როგორც ხედავთ, უცებ მოხსნა მაგალითად ჩქარი მოხსნა დაყენების სისტემა აქვს მაყუჩის, აი ჩამოსვა, ოპა, всё, გაკეთებულია. გადატენის სისტემა აქვს თავისებური, მიჩვევა უნდა ჩემი გადასახეიდან, მივიღოთ ახლა ჩვენ სტენდთან ნახავთ მაგას. კაი, ვალტერის წლის აღმოჩენა ალბათ ეს RS3, თავისებური რაღაც უცნაური იარაღი. ნახე კონდახი არა მაქვს საუბარი. კონდახი რამდენიმე სახის არის, უკანა ფონზე ჩანს პოლიმერის მწვანე, აქ არის ხის კონდახი, ესეთი წარმოდგენილი. ახლა განსხვავებები რა აქვს იდეაში. პირველი, ეს არის მაყუჩის სისტემა. დეფოლტად მოყვება მაყუჩი გინდა არ გინდა აქვს. ჩქარი მოხსნის სისტემითაა თან. თუ ხა გადაჭერილი არ არის, აი ბატონო. სულ ესა. ახლა ეს ყველაფერი როგორ არის უზრუნველყოფილი? აქ თუ დააკვირდებით ნახეთ, ამოთლილია ესეთი ნაწილები. შესაბამისად სასრულებს ორ მაგ დანიშნულებას, ერთი მიმართველის როლს ასრულებს, მეორე ჩამოხრახნა შეიძლება ამ დეტალზე. შესაბამისად უბრალოდ უნდა დაუმიზნოთ, თუ პირველი ჯერზე არ დაუმიზნოთ. უბრალოდ დაატრიალეთ, თვითონ ნახავს თავის კბილს, აბატონო ჩაჯდა. ეხლა კი ნახევარი ბრუნით და აბატონო პარაძის. აი ეს ერთი. მეორე, თვითონ იარაღი არის bullpup სტილში გაკეთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ლულა შემოტანილია და სინამდვილეში თავდება აი აქ. ეხლა თუ აქ შეხედავთ, ხედავთ ღია არის. მე შეიძლება წამოვიყო აი ბოლტი, რომელიც გადაშერდა, აი აქ იკეტება, აი ეს არის ბოლტის გაკეთება. როგორც აქ დაინახეთ, გადატენა ის სულ ეს არის. ჰორიზონტალურად მოსრიალე ჩახმართიანი. რა თქმა უნდა, წინ სვლის დროს, რა თქმა უნდა, ბოლტი იქ თვითონ მოტრიალდება და ჩაიკეტება. ესეც მეორე პლუსი არის. გარდა მაგისა აქვს ესეთი ცველი სისტემა. დააკვირდით ახლა აქ არის წითელი ვარიანტი ანთებული. ეს ნიშნავს, რომ ცველზე არ არის და შესაბამისად მე გამოკრა შემიძლია. მაგალითად გამოკრათ. აუ რა რბილი სასხლეტია, კამფეტია. მოკლედ გადავტენეთ, დავტენეთ, გავისროლეთ. ანუ რამდენჯერაც დაგჭირდება, იმდენჯერ გადავტენეთ, დავტენეთ. შესაბამისად აი საბრძოლო მდგომარეობაში ახლა აქეთ პრაქტიკულად ტყუილა მოდის, არაფერი დატვირთვა არ აქვს. წინ წასვლისას აი აქ აქვს ოდნავ გზნობა, როდესაც ბოლტი უნდა გადატრიალდეს და ჩაიკეტოს. შემდეგი ვარიანტი, ცველი. როგორც უკვე თქვი, აქ გვაქვს წითელი ნიშანი, ესე იგი ცეცხლზე არის და ისვრის, მაგრამ აი აქ უკან თუ დავაწევით ქვედა მხარეს, ცველიდან მოუხსნით და ჩაერთვება და აი გამოდის ასეთი მწვანე ვარიანტი. ეს მწვანე ზოლი არის ორმხრივი და მანიშნებელია, რომ ამ შემთხვევაში რომც გადავტენოთ, ჯერ ესეთი ვერ ვტენით, მაგრამ რომც იყოს გადატენილი, პირობითად აი გადავტენე და გადავწიე, გასროლა ფიზიკურად არ ხდება. ეს გადასარავი მარკერია, რომ ამ ხელა მწვანე ანთია ორივე მხარეს, რომ ფიზიკურად ისე ვერ გაისროლოს. საკმარისია უბრალოდ ეს შევწიოთ, გამოვიდა აქეთ წითელი ზონა და ამ შემთხვევაში და შეგვიძლია გამოვკრათ გავარდა იარაღი. გარდა მაგისა, რა თქმა უნდა, აი უკან გვაქვს, რადგანაც bullpup-ია შესაბამისი ჩასადები, მჭიდი თუ მჭიდი რა შუაშია. ეს იარაღი გამოდის ძირითადად ახლა ამ წუთას 308 კალიბრში. დაგეგმილია კიდე მინიმუმ 2 კალიბრი, ეს არის 300 ვინმაგი და 6.5 კრიდმორი თუ არა ვწდები. გარდა მაგისა, დამაგრების სისტემა
თვითონ ეს პოლიმერულ ჩარჩოში არის მიმართველები ამოტიფრული და იმაზე უნდა დამაგროთ რაღაცა რელსი ან თავისი ორიგინალი სამაგრი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ შესაბამისად გქონდეთ საშუალება რამდენადაც დააყენოთ ზედ ოპტიკა. ეს კიდევ ერთხელ არის კონცეფცია, როდესაც ხას უსახუნო, რომ მთელი ევროპა უკვე მიხვდა რა. მაყუჩი ეს არ არის კილერის ნივთი. ეს არ აჩვენებს საბოლოოდ იარაღს. გერმანიაში ითვლება უკულტურობად, თუ მონადირე ტყეში შევიდა და მაყუჩის გარეშე ისვრის. რა თქმა უნდა, ხმა გასრულის ისევ იქნება, მაგრამ არა იმხელა ინტენსივობის, რომ მე შემთხვევაზე ერთი კვირა ფრინველი და ცხოველი ბოდიში გამოთქმას და ჩაჯმული დარბოდეს, უი დედა ეს რა გავიგეთო. ამიტომაც გინდა მონადირება, ან გინდა სიტყვაზე შენთვის გაერთო და გაისრულო. კი ბატონო, ოღონდ ნაკლებად დააბინძურე ხმაურით გარემო. სინამდვილეში ეს ბალპადი წესით ამას ეხსნება. რის შემდეგაც შეიძლება მე ეს ზემოთა ჩარჩო მოხსნა. მე ხამ შემთხვევაში არ შემიძლია მის მოხსნა, არ ვიცი როგორ არის გაკეთებული. აქ ინსტრუქტორს თუ ნახავ ხა რომ მოიცლის, თხოვდა, გვაჩვენებს როგორ შეიძლება მაგის გაკეთებაც. ჯამში ეს შეიძლება ჩაითვალოს რა. ვალტერის ფუნდანის არის წლის სუპერ-პუპერ წარმოდგენა. ხა ეგ სტენდზეც არის ვებერთელა რაოდენობა წარმოდგენილი. მოკლედ ეს თოფები ყრია, ოხრათ ეგ ყვითელი მაყუჩიც კი უკეთია რაღაც ნარინჯისფერი სპეციალურად რა. ვიზუალშიც კარგი არის, კომპაქტური გამოვიდა, რადგან ბულპაპი არის. მაყუჩიც აქვს. მაყუჩთან გაჩვენეთ რამდენად კარგი სისტემა აქვს, ნახევარ სისტემაზე ჩაკეტვის რა. ნაიც იდეალური რაღაცაა სათამაშო. ჩვენთან არ ვიცი რამდენად შემოიტანენ, იმიტომ რომ ხა ეს ჩვენთან ცოტა კანონმდებლო ვერ იგებს რა არის მაყუჩი. დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ. მადლობა უთხრათ ვიძია ვალტერს, სიახლეებს წარამარა უშვებენ ხოლმე, არ ჩამორჩებიან ტექნოლოგიებს. რა ვიცი, კაია რა, როდესაც რაღაც სიახლეებს ბოდის რა, შენ ხელს რაღაცა შეავლებ, რაღაც გაერთო. ესეც ამათი პისტოლეტები. საკმაოდ მძიმე. მე ხომ მივხვდი თურქებთან რო ვიყავით, რომ ეჭირა ხელში ესა. რისი ანალოგი ქონდათ გაკეთებული. ზუსტად იგივე სასხლეთი, ზუსტად იგივე ფორმები. დავიჯერო ვალტერსაც ვადაგავიდა. შეიძლება, არც ეგ არ გამოიწვევს. ოკეი, ძიმი მასიური არის. ვერაფერს იტყვი. Noch finde von dem. ერთად სკოლა არის ერთი. ოი, ეს პოლიმერია. ოი, რა გამსუბუქია. რაღაცა დისბალანსი აქვს. Full size. Die Full size habe ich. ეს გაცილებით მსუბუქია და ბედნიერებაა, ვიდრე მაგალითად ესე იგი ეს არის PDP კომპაქტი 4. ეს კი არ ვიცი ახლა რომელი მოდელია, თუმცა თქვენ ხედავთ ვიდეოში, შეიძლება მიკარნახოთ. კარგი. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ვალტერი არ იქნებოდა ვალტერი, რო არ გქონდეს პრეციზიული სასრული იარაღებით. არის LR-ის ვარიანტი. მაგრამ ჩემი სული მაინც დარჩა ანშულზე. თუმცა ვალტერსაც გადასარევი იარაღები აქვს, უნდა აღინიშნოს. არაფრით არ ჩამოუვარდება. განსხვავება ეს არის მაინც ოლიმპიური მოდელები და შესაბამისად გათვლებისას რომ ადამიანმა ხელში დაიკავოს და ადეკვატური წონა ჰქონდეს, ხოლო ის მოდელი რომელსაც მე ხა ვაფანატებ, იმ სიმძიმეა რომ იმას ხელში ცოცხალი თავით ვერ ატარებ, შესაბამისად გინდა არ გინდა, ის მოდელი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ადგილიდან სასრულად. კარგი, ეს იყო ვალტერი. წავით ახლა შემდეგზე. ზოგიერთს არ აქციონებს შემქმნელი. ესეთები უკვე ბევრი ნახეთ დღეს.
მაგრამ აი ასეთი პირველად ვნახეთ ამხელა რაღაც, თან ამხელა კონდაკტი. სად იყო კლინტ ისტვუდი? გამოკრას რა კეთება? ბარაბნის ხმა ინა შტამბეშტავი. კაი რაღაცა, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება არ ვიცი რამდენად საჭირო იქნება და რაში გამოდიოდა. თუმცა ჩვენი კანონმდებლობით ახლა ძალიან მაინტერესებს ეს როგორ გაფორმდება. აი მარტო აქედან აქამდე ეს გარანტირებულად იქნება 55 სანტიმეტრზე გრძელი. ძალიან მაინტერესებს, აი კანონმდებელთან კითხვა ახლა მაგალითად. თუ უყურებთ ამ ვიდეოს. ეს ახლა შაშხანა კარაბინია თუ პისტოლეტი არის? ჩაეტევა ჩვენ 55 სანტიმეტრიან ზომებში თუ არ ჩაეტევა? და როგორ უნდა გაფორმდეს? აი კითხვა ხო? საინტერესო. მოდიალში შემთხვევით უკვე მეოთხე შემოსვლაზე აღმოაჩინე საბატი, რომელიც გაუმაზე 4-ჯერ. ხო, აი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სათობით იარო და ვერ იპოვო ის, რაც გინდოდა ფიზიკურად. ახლა საბატის დიდად ახლა მე არ ვიცნობ, მართალი გითხრათ. ვიცი რომ გარკვეულ დონეზე მაღალი დონის იარაღის წარმოებელია, არის ტენზე ბევრი კაი რაღაცები წარმოდგენილი. იქითაც, აქეთაც, ну, შესაბამისად გლუვიც. მაგრამ ჩემი ექსტაზის გამოიწვია ორმა სტენდმა. ერთს ბოლოში გაჩვენებთ, ახლა სპეციალურად აი აქეთ არის, მაგრამ ანუ აქეთ არის და არა, ამას გვერდსაული, წავალჯერ აი იქით გაჩვენებთ. არის ესეთი იარაღები. უბრალოდ შეგიძლიათ ამის კერდილი არის. აი კალიბრი და დანარჩენი მონაცემები. ну, შესაბამის კალიბრებში გამოდის SSP PRS-ი. PRS ტაქტიკალი, ну, დაცინვა უკვე ამის თანადონის იარაღისთვის, ტაქტიკალ ვარიანტში გააკეთო. საჭირო არ არის PRS-ი. და ესეც შესაბამისად კლასი არის. SSP F class. მაგარია, ძალიან მაგარია, კალიბრები გვაქვს. აი ესეთები. 308 ვინი, რა ვიცი, რამდენად საჭირო, ალბათ უფრო 6.5 კრიდი იქნება აქ ყველაზე გამართლებული. ეხლა მე შევეცდები ეს ყველაფერი ხელში ავიღოთ და ვნახოთ, რეალურად შევაფასოთ, ვიცი რომ წინასწარ მძიმე იქნება კატასტროფულად. ამჯერად აი კატასტროფული წონა აქვს ლულას, მაგრამ ეგრეც უნდა იყოს. ბედნიერად გამოკიდებული ლულა, გადასარევი ეს ბრტყელი დასადები. ვაუ, ერთსაფეხურიანი სასხლებია, მაგრამ საკმაოდ კი predictable და გრძნობი არის. ცნობი, აი ასე ჩამოვიდეთ. ვაუ. ეს შედარებით უფრო ჰენდი ვარიანტია, იმიტომ რომ სახელური ეს თქო თხელი აქვს და უფრო იოლად იჭერ ხელში, მაგრამ შესაბამისი დისციპლინისთვის აღარ არის, ხო? F კლასისთვის თუ გინდა, კი, ამასაც გადასარევი სასხლეთი აქვს. მაშინ შესაბამისი დასადებიც ჭირდება. ჭიდი ნახოთ, კი, კლასიკური ჭიდი არის, შესაბამისად შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ. წავიდეთ ახლა გაჩვენებთ ბოლოს მაგიდაზე რაც დევს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო მე მგონი ჩემი გადასახედიდან, რა თქმა უნდა. აი ეს ბედნიერება. ეს არის უკვე ობლივიონი, გამოდის კალიბრები რა გვაქვს. 308 ვინჩესტერი. იცანით ხო? ესეც ვინც არ იცოდით. აი მაგალითად რამხელა საყრდენი აქვს. ვებერთელა წონა აქვს. ამის თრევა პრაქტიკულად შეუძლებელი. აი ლულა ნახეთ რამსის კი არის.
ну, შესაბამისი სამაგრიც არის. ეს არ არის იდეაში ხა სათრევა და ბუნებაში სატარებლად. კარგად დადის. ну, ოღონდ ერთადერთი გაითვალისწინეთ ამას, რა თქმა უნდა, მჭიდი არ აქვს, ეს არის თითო ვაზნიანი, ანუ გადატენეთ, ჩადეთ, გაკეტეთ, გაისროლეთ, ამოაგდეთ, ახალზე გადადეთ. მჭიდი სამწუხაროდ ამაში გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ექსტაზია გარკვეული, ძალიან მაგარი რაღაცა, კამფეტია. შმაისერის სტენდი, სამწუხაროდ ეს უკვე ის შმაისერი არ არის, რაც იყო. ну, ხდები, ხო შესაბამისად ხა ეპოქა შეიცვალა, მოთხოვნებიც სხვა არის. ძირითადად ეხლა რასაც უყურებ აქ გამოფენილ ვარიანტს, უფრო აერის აერ 15-ის პლატფორმაზეა ყველაფერი აწყობილი, თუმცა ახლოდან შეგვიძლია რაღაცები ნახოთ. თავისებური რაღაც გადაწყვეტილებებიც არის. მე პირადად დიდად არ ახსოვანი, იმიტომ რომ თავისებურად ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა. აერი, ну, გასაგებია ჩვეულებრივი აერი არის, თუმცა იმასაც ეხლა ახლოდან ნახავთ რა არის, გავიგეთ. მაგალითად აი ეს მოდელი ავიღოთ და ახლა განვიხილოთ იდეაში. მოკლედ არის ესეთი მოდელი, ეს არის 9 მმ-იანი DRS 9. ერთი მხრივ რაღაც კი აქვს მოსაწონი, ახლა მოვიღოთ ეს ვარიანტი. აი გადატანის მექანიზმი აქვს წინ. ну, плюс თქვა ესეთ ჩამკეტი აქვს. მაგრამ აი ეს რჩება ესე. შესაბამისად არც წინი კეცება არც გვერდზე არც ზემოთ არც ქვემოთ არსად არ არის. ახლა რო დადიხარ ესე თითქოს არაფერი, მაგრამ რაღაც ნებისმიერ ტოტს რამეს წაედოს, ან ცალკე გადაგიტენის და ამოგიგდებს ვაზნას, ან შეიგაფერხებს, ცოტა მოუხერხებელი ესეთ ვარიანტში. ან შენ ახლა დასაკეთsi კონდახი, ჩვეულებრივი სტანდარტული სასხლები. აი ეს არის იმ ძველი შმაისერის ახალი, ასე ვთქვათ, თაობა. კარგი, წავედით კიდე ნახოთ ახლა ესეც იგივეა, დანარჩენი აერებზე გადავიდეთ. ეს არის აერი 22-ში. მარით საერთოდ რატო აფანატებენ ხოლმე 22-ს, ჩემთვის ახლა 22-ში აერი ცოტა არ იყოს მკრეხილობის ვარიანტი. რატომ უნდა დაგჭირდეს ესე? აერის ფორმის იარაღიდან 22-ის სროლა, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება არის შესაბამისი ემოციური ტალღა, რომელიც მოითხოვს ამის არსებობას. კიდევ არის ესეთი უცნაური მოდელი, ეს იქით არის ხო? ისე 9 მმ-ია, ოღონდ ეს არის უკვე PSR9 სერია. 9 მმ-ის დაცინოა მე მგონი, ახლა რაში გამოიხატება ეს? ავიღეთ ეს ბედნიერება, ну, აქაც დასაკეთsi კონდახი აქვს ჩანდებას, ну, ჭიდი გასაგებია რაც შევა და გადატენა გვინდა. ჭიდის დაშვება არის. აქედანაც დუბლირებულია, აქედანაც არის, მაგრამ როგორ უნდა გადავტენოთ? უნდა გადავტენოთ აი ეს. რამდენად გინდა 9 მმ-ზე ახლა პომპა, არ ვიცი, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე ვთვლი რომ დეგრადაციაა ბოდიში ამისა და შეფასებისთვის, მაგრამ ჩემი გადასახედიდან უკან სულა წინსვლის მაგერად. არ დაგავწეს, ეს არის წინის და რიგით ეს ის შმაისერი, აი შმაისერი რო იყო, ხო, მეორე მსოფლიო ომის დროს რა. შემდეგი იტერაცია ისე APR900, ეს უკვე იდეაში ახლა მექანიზმი ეს ლოგიკით მოვყვებით და მეგონა უკვე 5-5-6-ზე გადავედით, მაგრამ ჩემი ფეხებით. კი, ორმხრივი გადასატენი აქვს. გადასატენი ბედნიერად იტანება, ორმხრივი მართვა აქვს ყველაფრის, დაშვება. ასე შემდეგ კი შესაბამისად ცეცხლზე გადართვაც ამბიდექსტრულია ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი ისე 9 მმ-ია. ანუ დავიწყეთ რაღაცა ეს წინო ჩანგალი ქონდა გადასატეხი იმით, გადავედით პომპაზე და ეხლა გადავედით კლასიკურ ვთქვათ აერ სტაილს. იმედია შემდეგი უკვე აერი იქნება ნამდვილი. მომილოცეთ როგორც იქნა მივადექით 556. ეს არის AR 15 M4FL სერია, ну, აქ გამოდიფიკაცია ბევრია ფერის და რაღაც ლულის და იმის მიხედვით, მაგრამ ძირითადი პრინციპები ნახოთ. ცოტა განსხვავებული აქ ჭირის ამოსაგდები, ესეთი უცნაური ღილაკი არის, იმედია კადრში ჩანს რაღაცნაირად. ყველაფერი ისე ამბიდექსტრულია, დუბლირებულია. სამწუხაროდ არ აქვს უკან პაუზაზე დაყენების საშუალება, გარდა მჭიდისა, მჭიდი როდესაც იქნება მაშინ კი ბატონო დადგება და შესაბამისად შესაძლებელი იქნება დაშვება. ანუ თავისებურად აქვს ყველაფერი გაკეთებული. თუმცა მოხერხებელია, ვერაფერს ვერ იტყვი გადასავედით მუშაობს. ესეც თავისი forward assistant-ი,
და ჯამში წავა რა, კაი რაღაცა. დიდი წონა არ აქვს, მისაღები არის. ну ახლა ჩემთვის მიჩვეულ რაღაც ვარიაციები ცოტა განსხვავებულია, მაგრამ საერთო ჯამში ნუ ახლა ყველა თავისი ბაზარს პოულობს და რაღაცნაირად უნდა თავისი დაიჭიროს თავისი კლიენტი. ну შესაბამის გადაწყვეტილებაც არის. კარგი, მოკლედ ეს იყო შმაისერი. აქ გავაკეთოთ მეორე შესვენება. პირველი ვიდეო ხრახნულიანებს უკვე არის არხზე, ეს მეორე ვიდეო ვნახეთ და მესამე იქნება რამდენიმე დღეში. ამით დავასრულებთ ხრახნულიანი იარაღების მიმოხილვას IWA 2026-ზე. თუმცა წინ კიდევ გველის ისეთი მიმოხილვები როგორც არის ოპტიკა, ამუნიცია, რელოადინგი, გეარინგი და სხვა მრავალი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. იმედი არხი გამოიწერეთ, გელოდებით ახალ ვიდეოებზე. გეტყვით ახლა რამდენად პლუსი არის. მეთქმედეს ასეთი გამოშვერილი რაღაცა, მაგრამ ზოგიერთის გადასახედან ესეთი რაღაცა არის. ლაპარაკობდა უცებ გვერდზე ვიღაცა პაპახზე. დაზიანებული დაბრუნებული დადიხარ ხოლმე ერთ-ერთი. მოვაჩვენე ამას და შემთხვევაში გამოვარდეს უკან. რაღაცა არ მუშაობს.